ბატონო, დავიწყეთ. მოგესალმებით, კოლეგებო, მსმენელებო, მშობლებო. ეს არის მშობლის კიბლის პირდაპირი ჩართვა, კვირა საღამოა და ალბათ ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღესასწაულს თან ოჯახურ გარემოშია და თან თავს გავდინებთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა და განსაკუთრებით შევარჩიეთ კვირა საღამო გამომდინარე იქიდან, რომ ეხმიანება ზუსტად იმ რაღაცა მოსვენებულ მდგომარეობას, იმ მშვიდეს, რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ და რა თემასაც ეს ასე ამ საათის განმავლობაში დავხარებთ. ეს არის მშობლის კიბლი, მის პირველად გვერდებით მშობლის კიბლი არის პლატფორმა, რომელიც შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მათი მშობლების გაძლიერების მიზნით, ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მიწოდების გზით და პირდაპირ ჩართვები არის ერთ-ერთი ფორმატი, რითიც ვაწვდით ხოლმე ჩვენს მსმენელებს ინფორმაციას. ეს და სხვა პირდაპირ ჩართვები შეგიძლიათ ნახოთ მშობლის კიბლის ვიდეოთეკაში, რომელიც ჩვენს გვერდზეა, ჩვენს Facebook გვერდზე განთავსებული. ამასობაში ჩვენს ეგრეთ წოდებულ ფოლოვერებს და გვერდის მხარდამჭერებს მივიდოდათ შეტყობინება ჩვენი ლაივის დაწყების შესახებ, ამიტომ მოდი გადავიდეთ პირდაპირ თემაზე. დღეს, როგორც ვახსენე, ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, განსაკუთრებული თაღვნიშნა, როგორც ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტი და როდესაც ბავშვის განვითარებაზე და განათლებაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ხშირად წარმოვიდგენთ სიტუაციას ოთახში, მაგიდასთან ან ოთახში იატაკზე, სადაც განმავითარებელი ან თერაპიული სახის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან იშვიათად გვახსენდება ხოლმე კედლებს მიღმა ფიქრი, ასე ვთქვათ, იდეები და წარმოდგენები იმის შესახებ, რომ როგორ შეიძლება, რომ კედლებს მიღმა, ანუ არათუ ეზოში, ან რაღაცა კორპუსის ძირში ხო, ან საკუთარ ეზოში, არამედ ტყეში განხორციელდეს ეს პროცესი და ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს ვისაუბრებთ იმ იდეაზე, თუ რას ნიშნავს ტყის პედაგოგიკა და საერთოდ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, როგორია განვითარება და განათლება ტყის გარემოში, ტყე-პარკში და ასევე ვისთვის არის ეს სასარგებლო და მიზანშეწონილი ამ სერვისი შეიძლება დავარქვათ, ანუ ზოგადად ეს პროცესი და ასევე როგორ უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას, კონკრეტულად რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს ტყის პედაგოგიკა. ძალიან გავაგრძელე სიტყვა, თუმცა ჩვენთან დღეს არის ჩვენი სტუმარი თამარა ჩაკვეტაძე, რომელიც ისაუბრებს ამ მიმართულებით და რომელიც ერთ-ერთი და ერთადერთი პირველია, ვინც საქართველოში დანერგა ტყის პედაგოგიკა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ და გამოგვიყვეთ, რომ იმისათვის, რომ ჩვენს მსმენელებს მიაწოდოთ ინფორმაცია, მეტი და დამატებითი ინფორმაცია ტყის პედაგოგიკის შესახებ და სანამ უშუალოდ გადავალთ თვითონ თემატიკაზე, თუ შეიძლება რომ გაგვეცნოთ, იმისათვის, რომ ჩვენ მაყურებელმა იცოდეს, ვინ ესაუბრება დღეს. კი ბატონო, სიამოვნებით, ქალბატონო სოფო, პირველ რიგში გეტყოდით თქვენს და თქვენს აუდიტორიას მადლობას იმისთვის, რომ დღეს უნდა ვისაუბროთ ტყის პედაგოგიკის და ზოგადად გარე განათლების მნიშვნელობაზე. ეს არის ძალიან პრიორიტეტული საკითხი დღეს თანამედროვე საუკუნეში. შესაბამისად, მაქვს პატივი ჩემი თავი წარმოგიდგინოთ. მე გახლავართ თამარა ჩაკვეტაძე, ტყის ბაღის ბუნებარეს დამფუძნებელი და ტყის პედაგოგიკის დანერგვის პიონერი ვიტყოდე საქართველოში და დარგის სპეციალისტი, პრაქტიკოსი და მკვლევარი უშუალოდ ტყის პედაგოგიკის.
და გარე განათლების პროგრამების. მე ვიტყოდე და გავაგრძელებდი იმ აზრს, სოფო, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ როდესაც ფიქრობთ საბავშვო და ბავშვთა განვითარებაზე ზოგადად და წარმოგვიდგენია, რომ ეს უფრო დაკავშირებული არის იატაკთან და იატაკზე არსებულ სათამაშოებთან, მე ვიტყოდი, რომ თუ კი დავსვავდით კითხვას ჩვენი ბავშვობის მოგონებებიდან, და არაერთ ტრენინგზე დამისვავს ეს კითხვა. ყველა ვიხსენებთ ბავშვობის საუკეთესო მომენტებს, რომელიც გარეთ არის დაკავშირებული და ჩვენი მოგონებები მომდინარეობს გარე სივრცეებიდან გამომდინარე. და მას თავისი ახსნა აქვს ბუნებრივად, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფლების შეგრძნება სწორედ რომ გარეთ გვქონდა. ნიშანდობლივია ის საკითხი, რომ თანავე დროის საუკუნემ მოიტანა განსხვავებული ურბანული დაგეგმარება. შესაძლოა, რომ სისტემამაც ხელი ვერ შეუწყო, რომ ყოფილიყო ბავშვზე ორიენტირებული და ცენტრირებული, იმისთვის, რომ ბავშვებს ქონოდათ ადგილები, მით უმეტეს ისეთ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი და ნებისმიერი დიდი ქალაქი, რომ დაგეგმილი იყოს სივრცეები მათი განვითარების შესაძლებლობების შესაბამისად. სწორედ ამიტომაც ტყის პედაგოგიკის დაფუძნების იდეა მდგომარეობდა იმ საჭიროებაში, რასაც დეფიციტი ჰქვია ბავშვების ყოფნის გარეთ. როგორც ვახსენე, ურბანულმა გარემომ ამაზე თავის დროზე არ იფიქრა, როგორც ჩანს და შესაბამისად მივიღეთ სივრცეები, რომლებიც არ ეხმაურებიან ბავშვების საჭიროებებს, გქონდეთ მათი საკუთარი ეზო, გქონდეთ ადგილი, სადაც ბუნებრივ რესურსებთან ექნება ზოგადი შეხება. ზოგადად საშუალო სტატისტიკურად რომ გადახედოთ კვლევებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ის მოწინავე ქვეყნებში, როგორიც არის ამერიკა, ევროპის ქვეყნები, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღეს საჭიროების მდგომარეობს გარე განათლებაში და ამას თავისი ახსენს გააჩნია, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ არის ნაწილი ბუნების და ეს ის რესურსია, რომელიც გვეძლევა უფასოდ. და იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად უფასოდ გვეძლევა, ჩვენ კარგავთ იმის გააზრებას, რომ ეს რესურსი არის სწორედ ის რესურსი, რაც რეალურად გვჭირდება ჩვენ ბავშვობიდან. ამიტომაც ტყის პედაგოგიკამ აქტიური პოპულარობა მოიპოვა მაშინათვე, როგორც კი ბუნებარე დაარსდა და ასე მოხდა მთელ მსოფლიოშიც. ბოდიშჩა თვითონ მინდა რომ გადმოვიდე თქვენთან თქვენ ახსენეთ რომ ხართ დამფუძნებელი. აი ძალიან მაინტერესებს მანამდე ფაქტობრივად პრეცედენტი არ ყოფილა საქართველოში და როგორ საუბრობთ, აი საიდან წამოვიდა ზოგადად ბუნებარის იდეა. ის რომ ურბანული დაგეგმარება ძალიან დიდი პრობლემაა და ასე შემდეგ, ყველას გაგვიანალიზებია, მაგრამ ის რომ ეს გარე განათლების და მithumetes მსგავსი ტყის პედაგოგიკის დანერგვა, ასე ვთქვათ, დაგვეწყო, ან ვინმეს დაეწყო, ყოველთვის მე არ მსმენე. საიდან მოგივიდათ იდეა, ან რამე ისტორია სხვა უკავშირდება, რომ გაგვიზიაროთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, ასე ვთქვათ, საწყისები რომ ვიცოდეთ. კი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით. სტუდენტობიდან დაწყებული არაფორმულ განათლებაში საკმაოდ დიდი დრო მაქვს გატარებული და ზოგადად მოხიბლული ვარ ალტერნატიული სწავლებების და სწავლების ალტერნატიული ფორმების კვლევით და მათი განვითარების დინამიკით. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 8 წელზე მეტია ბავშვთა ადრეული განათლების მიმართულებით მუშაობ. შესაბამისად, მაქვს მქონდა საფუძვლიანი დაკვრევის შესაძლებლობა, რამდენად მიღმა იყო საგანმანათლებლო პროცესები გარე განათლების ელემენტებისგან და ამას თავისი მიზეზები აქვს. ძირითადად დაგეგმარებული არის ნაწილი საბავშვო ბაღების. ვიტყოდე, რომ საკმაოდ ბევრიც ისე რომ არ გააჩნიათ ან ეზოები, ან დეფიციტურია რესურსი ეზოების. ზოგ შემთხვევაში ვიტყოდე, რომ ისიც სერტულია ხოლმე, რომ როდესაც დაშორებული არის განათლების სისტემისგან გარე განათლების მნიშვნელობა, რატომღაც განათლება ყოველთვის მოქცეული არის შიდა სივრცეებში და მივაკუთვნებთ რაღაც კონსტრუქციას და ეს არ ხდება. ცოდნას ვერ აკავებს და განვითარების შესაძლებლობებს, ან კონკრეტული რესურსი, როგორიც არის კედელი. და იმ პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი გაითიშა აბსოლუტურად, მუშაობდი და ვიკვლევდი საკითხებს, რომლებიც უშუალოდ შეეხებოდა მასიური პანდემიებისას და მასიური გამოწვევებისას, რაც სოფლიოში გლობალურად ადამიანებს ეხებოდათ, რა ხერხებს მიმართავდნენ რა პროექტებს ადამიანები.
და სწორედ ამ გააზრებაში უკვე ეს 2019-2020 წლები էր და პანდემიამაც რომ შეუწყო ხელი ჩაკეტვას ზუსტად იმ დროს მქონდა იმ მასალებზე მუშაობა დამთავრებული რომ გარე განათლებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ბავშვები დახურულ სივრცეებში არ ყოფილიყვნენ და ეს მეტალურ ჯანმრთელობისთვის და სხვა გარემოსთვის დარტყმა არ მიეყენებინათ. და როცა უკვე მომწიფებული მქონდა და სწავლებაც დამთავრებული ბრიტანეთის ტყის ბაღების ასოციაციის პრაქტიკანტი ვარ და აკრედიტირებული მენეჯმენტის საკითხებში, რომ მართვაში ვიფიქრე, რომ რატომაც არა, რომ მშობლებისთვის შეგვეთავაზებინა გარე განათლება და შეგვექმნა ამის პრეცედენტი და საპილოტო ვერსია საქართველოში. რასაც დაუკვირვები ვარ, მშობლებს შეზღუდული აქვთ ხოლმე ხშირად არჩევანის თავისუფლება და მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი შვილებისთვის საინტერესო იქნებოდა უფრო მეტად ალტერნატიული პლატფორმები, რატომ არ უნდა ქონდეთ მათ არჩევანის შესაძლებლობა. ესე შეიქმნა პიკში ბუნებარე და მაშინ ვიფიქრე, ან როგორც პედაგოგმა, რომ თუ კი შევძლებთ, რომ 10 ბავშვი მაინც გამიყვანა გარეთ და შემექმნა ეს პლაცკარტი ტყის პედაგოგიკის, მე ეს უნდა გამეკეთებინა და მომეხდინა მათი განეიტრალება იმ შემდგომი გამოწვევების, რაც მოყვებოდა ჩაკეტილობას, ჭარბი ტექნოლოგიების და ასე შემდეგ, როგორც არის მეტყველების შეფერხება, სოციალური უნარების დაქვეითება, ფიზიკური აქტივობის დეფიციტსაც თავისი გამოწვევები აქვს ცალსახად და ესეთი პროტაგონისტული ინიციატივით გამოვედით ცხადია რეგლამენტის დაცვით, მაგრამ შევძელით, რომ ბუნებარეს ემუშავა იმ პროცესში და იმ გარემოში სრულიად ტყეში თან ვირუსის ტრანზიცია გარეთ ნაკლებია სოფო და შესაბამისად, როდესაც გვაქვს ეს შესაძლებლობა, ანუ ფაქტიურად დავიწყებული ის განახლება გამოვიდა და ვინაიდან ეს პედაგოგიკა არის აქტუალური მთელ სოფლიოში და მთელმა სოფლიომ გამოიყენა პანდემიის დროს, საქართველოში ჩემთვის საამაყო იყო, რომ შევძელი ამის საფუძვლის შექმნა. ეს დიდი мотиваცია იყო, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მიყვარს და ვიცოდი რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა ამას მასიურად ამ ჩაკეტილობას და ჯერ კიდევ არ არის სიმართლე გითხრათ განეიტრალებული აი ეს პანდემიიდან გამოწვეული გავლენა. შესაბამისად დღემდე მუშაობ ბუნებარეში აქტიურად აი ამ საკითხებზე. კი ბატონო, გავაკეთე თქვენ ასცენ დროს არის მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარული, ასევე არის რომ ფაქტობრივად ძველის გახსენება, მაგრამ მოდი მაინც რომ განმარტოთ, ხო, რას გულისხმობს ეს პედაგოგიკა, ეს არის ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განათლებას, განვითარებას და გართობასაც, ხო, ამ სამ კომპონენტს აერთიანებს, ხო? აი როგორც მიდგომის თვალსაზრისით, რას გულისხმობს, აი როგორია პროცესი, რა გვიხსენოთ და რა არის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც შესაძლოა რომ საინტერესო იყოს მშობლებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი აუდიტორია არის მშობლები, ხო? აი რომ ფაქტობრივად მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხები რომ გამოვყოთ, აი ამ მიდგომის. ხადია, როგორც ვახსენეთ, ტყის პედაგოგიკას თავისი დიდი ისტორია გააჩნია 1952 წელს დანიაში ელა ფლატოს მიერ იქნა ინიცირებული და შესაბამისად სკანდინავიის ქვეყნებმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი გახადეს ზოგადად მათ ეროვნულ კურიკულუმში და გარე განათლება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის ბავშვთა განვითარებაში ზოგადად ბავშვობის ხელშეწყობაში. თვითონ განვითარების დინამიკა შემდეგ გადავიდა უკვე ბრიტანეთმა, როდესაც დანიაში ჩავიდნენ და აი ზუსტად ამ მეთოდების და მიდგომის შესასწავლად გაოცებულები იყვნენ და ბრიტანეთმაც უკვე აქტიურად 90-იანი წლებიდან ჩაუშვა ეს მიმართულება, არ ჩამორჩა არც გერმანია და მთელ სოფლიოში ესე მასიურად გავრცელდა. შესაბამისად, როდესაც საქართველოში დავიწყე ამის დაფუძნება, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გადამეჭრა ის პრობლემა, რასაც გარეთ თამაში ჰქვია და გარეთ თამაში ჩვენ არ უნდა გაგვეხილა, როგორც რაღაც გამოცალკავებული აქტივობა, როგორც დროის გაყვანის საშუალება და რომელსაც საერთოდ არანაირი ფასი არ ქონდა მინიჭებული ჩვენ განათლების სისტემაში. და აქედან გამომდინარე, ტყის ბაღის მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ეს არის სწავლების ინსპირაციული პროცესი, რომელიც რეგულარული სესიებით ვლინდება ბუნებრივ გარემოში და შესაბამისად ბუნებაზე დაფუძნებული სწავლებებიდან გამომდინარე ბავშვებს ეძლევათ საშუალება, რომ ბუნებრივი ბავშვობით განვითარდნენ მაქსიმალურად ხელოვნური ჩარევების გარეშე. და ეს არის ჰოლისტური ფორმა და არა იზოლირებული აქტივობა. თვითონ ბუნებარე ისე როგორც ტყის ბაღები მუშაობენ
ბავშვთა განვითარებაზე და განათლებაზე სოციალიზაციის კუთხით, ინტელექტუალური კუთხით, ემოციური, მორალური, სულიერი კუთხით, ქცევითი და მეტყველების მიმართულებით. იმიტომ რომ როდესაც ვეხებით უკვე ბუნების საკითხებს, ბუნება ეს როგორც უბრალოდ ჰაერის მოსასუნთქი ადგილი არა, სალსახად, ეს არის როგორც რესურსი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს აბსოლუტურად ბავშვთა საჭიროებებს, რომ ისინი ადრეული ასაკიდანვე ბუნებრივ გარემოში ადაპტირდებოდნენ. ამიტომ გასაკვირი არ იყო, როდესაც მოხდა გადაფასება დღის პედაგოგიკის ასე აქტიურად და ამ შემთხვევაში 90-იანი წლებიდან დაწყებული მთელ მსოფლიოში იყო აქტიურად გავრცელებული. ჩვენთან ამ შემთხვევაში ბუნებარე გახლავთ პიონერი და ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმ საჭიროებებზე, რაც დღეს დგას თბილისში უშუალოდ და მშობლები იქნებიან თუ ფსიქოლოგები და თერაპევტები აქტიურად ამისამართებენ ბავშვებს ჩვენთან, რომ მათ ჰქონდეთ განვითარების საშუალება არა მხოლოდ შიდა სივრცეებში, დახურულ სივრცეებში, იმიტომ რომ საკმარისზე მეტი დახურული სივრცე შემოდის ბავშვთა განვითარებაში და ზოგადად ბავშვობის როგორც კომპონენტის ირგვლივ. და ის გარემო, რაც შეიძლება რომ გარეთ მიიღონ და ჰქონდეთ რეალურ მიკროორგანიზმებთან შეხება, რეალური გამოწვევები, ეს ყველაფერი მათ საკუთრივ დაცადონ მათი გამოცდილებების და უშუალოდ ჩართულობიდან გამომდინარე. ანუ ძალიან ბევრი აქცენტი რომ გარეთ მიმდინარეობს. აი და აქცენტი თბილისში უშუალოდ ეს სერვისი, მუდი სერვისი დავარქმევ, ხო? რაც ცნობადი და ზოგადი სახელი ტერმინია, რასაც ვიყენებ. ზუსტად რომელ ლოკაციაზე ახორციელებთ ტყის პედაგოგიკას? ასე ვთქვათ, ტყის ბაღს. კი ბეტონა, კი. ტყის ბაღი ბუნებარის პროგრამები ხორციელდება დიღმის ტყეპარკის ტერიტორიაზე. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან მშობლები, რატომ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყველა უბანს გააჩნდეს თავისი ბუნებარე, თავისი სერვისებით. ამაში არ უწყობს ხელს ცხადია ურბანული დაგეგმარება, ისევ და ისევ. დიღმის ტყეპარკი მოკლეულია პირადად ჩემ მიერ, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც მენეჯმენტს უწევ ტყის ბაღს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გქონდეს ადგილი მოკლეული და ყველა რისკით შეფასებული იმისთვის, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ ძალსახად და სასარგებლოდ იმყოფებოდნენ მათი უნარების ჩამოყალიბებისთვის და ხელშეწყობისთვის. ამიტომ დიღმის ტყეპარკი არის კი ეს ლოკაცია. აი ზუსტად მაგ საკითხზე მინდა ეხლა დაწუნებული მშობლები რო გვისმენენ, ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდებოდათ. მაგას დავიწყოთ იმით, რახან გარე განათლება და ვახსენეთ ჩვენ რომ მან ბაღი ტყეში და ზოგადად გარეთ აქტივობების წარმართვას და ხელს უშლის და ძალიან დიდი რისკია ხოლმე ამიტომ. ანუ ეს ბაღი როგორც ორშაბათი და მაგალითად ხუთშაბათი ისე პარასკევის ჩათვლით ფუნქციონირებს, მხოლოდ მზიან ამიდებში თუ როგორია ფუნქციონირება? ანუ რო აგვიხსენოთ, აი როდის უნდა მოიყვანოს მშობელმა, ყოველთვის არის ყოველ დღე და ანუ რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ წვიმს მაგალითად? ერთი პოპულარული კითხვა ზოგადად სოფო ბუნებარეში, რას ვაკეთებთ, რას აკეთებს ბავშვი წვიმაში? ტყის პედაგოგიკა თავის სლოგანზე თავისი დევიზი აქვს ტყის პედაგოგიკას, რომ არ არსებობს შეუსაბამო ამინდი, არსებობს შეუსაბამო ტანსაცმელი და ეს მართლაც ასეა. ნახეთ, მინდა რომ ხაზი გავუსვათ ცალკეულ გარემოებებს. ჩვენ ადამიანებმა ვისწავლეთ კომუნიკაცია, როგორ ადაპტირდეთ შიდა სივრცეებში და დავტვირთდით ის მაქსიმალურად ჩვენ მიერ შექმნილი უსაფრთხოების წესებით და ასე შემდეგ. და ანუ გარემოსთან, ანუ გარეთ რა ხდება, გარე განათლება და განვითარება, რატომღაც მოწყდა ბავშვთა განვითარების ნახევარი ნაწილი და ორიენტირდით მარტო 50%-ზე. ამიტომ ჩვენ დავიწყებული გვაქვს ისეთი კომპონენტი, როგორიც არის გამართულად გარეთ ჩაცმა. ეს გასაკვირი არ არის ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, სადაც თქვათ პროაქტიული სიცივები და აქტიური წვიმა არის, მაგრამ ჩვენ რატომღაც ვფრთხით ხოლმე ბავშვების გადაადგილებას გარეთ, მაშინ როცა წვიმს. და წვიმაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ყოფნა. წვიმაში არ ნიშნავს, ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ბავშვი მაგალითად შეუსაბამო ტანსაცმლით გარეთ იდგეს. არამედ გულისხმობ, რომ ჩავიცვათ გამართულად წვიმაში. ტყის პედაგოგიკაში შემოდის
ყველა ტყის ბაღში აბსოლუტურად სპეციალური ტანსაცმელი, როგორიც არის კომბინიზონები, წყალგაუმტარი, შესაბამისად ბავშვებს ბოტებით და წყალგაუმტარი კომბინიზონებით და მოსაცმელები ძალიან მარტივად შეუძლიათ და ძალიან გულიანად ითამაშონ ტალახში, დააკვირდნენ როგორი მიკროორგანიზმები გვაქვს და როგორი არის ტყე, მაგალითად წვიმაში, რაც უცხალი არსებები იღვიძებენ, რომლები იმალებიან და ძალიან ბევრი აქტივობით შეიძლება დატვირთო, მათ შორის ბავშვებისთვის საყვარელი გუბეებში თამაშით. და გუბების თამაშიც შეგვიძლია ჩავშალოთ როგორც მნიშვნელოვანი აქტივობა. გარდა იმისა, რომ ძალიან სენსორული, ძალიან სახალისო არის, ამავდროულად ბავშვების სწავლობენ ბუნებარეში, მაგალითად, როგორ გაზომონ გუბე. მარტივი მაგალითი შემიძლია გითხრათ, ჯოხებს ვიღებთ და თავიდანვე ვასწავლეთ ბავშვებს კულტურას, რომ მაგალითად გუბეში თავით ესე მაშინა თუ კი არ უნდა გადახტე, როგორც ასეთი, უნდა იცოდე რამ სიმაღლე არის გუბე, იმისთვის რომ თავი არის რისკი მართო, რომ მაგალითად ყელამდე არ აღმოჩნდეს შიგნით ჩაფლული. ამიტომ ძალიან დელიკატურად ესე ზომავენ ჯოხებით და როდესაც ხვდებიან, რომ იქ საკმარისი სათამაშო ადგილი არის, რომ კომფორტულად ითამაშონ, უკვე ეს ცოდნაც შემოდის, ანუ პრაქტიკული ცოდნები შემოდის ბევრი გარეთ. და ამიტომ წვიმა გამოწვევას არ წარმოადგენს. უბრალოდ იმას დავამატებს ოფო თქვენის ნებართვით, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც კატაკლიზმა ხდება ზოგადად ქალაქში და ამ შემთხვევაში ბუნებრივია რისკებიდან გამომდინარე არც ერთი ადამიანი გარეთ არ უნდა გავიდეს. ეს არის ანუ კვირაში 5 დღე თუ შეუძლია რომ მაგალითად ერთ დღიანი პაკეტით ისარგებლოს ან ერთ დღიანი სერვისი. აი, ძალიან კარგი კითხვა. მადლობა, სოფო, ხშირად გვეკითხებიან მშობლები, ერთჯერადი აქტივობები გვაქვს თუ არა. ზოგადად ბუნებაში მოქმედებს ორი პროგრამა. ეს არის შუაკვირის პროგრამა და არის შაბათკვირის პროგრამა. შუაკვირის პროგრამა მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ოთხშაბათის გარდა. ბუნებაში პედაგოგებს 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ ვიყავ ინიციატორი, რომ ქონოდათ შესვენება პედაგოგებს, არასოდეს არ აქვს ხოლმე შესვენება შუაკვირაში და ეს მეტ ხარისხს გაძლევს და თან პედაგოგიკა ზოგადად საკმაოდ რთული პედაგოგიკის ფორმა არის და ამიტომ 4 დღე არის, ანუ გამოდის თვეში 16-18 სწავლების შეხვედრა და არის შაბათი კვირა მშობლებისთვის, რომლებიც დატვირთული გარემოს გამო ვერ ახერხებენ ხოლმე შუაკვირაში მოსვლას და ამ შემთხვევაში 8 სწავლების შეხვედრა გამოდის თვის განმავლობაში. უნდა არის ნახევარი განაკვეთი, ანუ 10:30-დან 2:30-მდე, ანუ 2 საათამდე ველოდებით მშობლებს, რომ დავტოვოთ ლოკაცია. თუმცა ვიტყოდებს ნახევარი განაკვეთი იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენ რამეს ვასწრებთ, რაც საკმაოდ კონკურენტულ უნარიანს ხვდის ჩვენ სერვისში, რომ ძალიან ბევრი რამე ხდება ტყეში ზოგადად. და დეფიციტს არ განვიცდიან, პირიქით, ძალიან დაღლილები მიდიან ხოლმე და ცირთად მანქანაში ეძინება ჩვენ დღეს. აი ეს ადამიანი მაგაზე გავაგრძელოთ საუბარი მაგ საკითხზე, რომ აი რა სწავლობენ, რა ივითარებენ, რა ტიპის აქტივობებით და აი ეს თქვენ ახსენეთ, რომ ჰოლისტურად ვითარდება ბავშვი. რომელ უნარს და რა ტიპის აქტივობებით წერან გახსენეთ რამდენიმე, მაგრამ მაინც უფრო ჩავშალოთ ეს, ხო? ანუ მაგალითად კომუნიკაცია ენამეტყველებას, მაგალითად მოტორულ უნარებს და ასე შემდეგ, ხო? აი დაახლოებით მონახაზი რო გავაკეთოთ რომელ უნარებს და დაახლოებით რა აქტივობებით ივითარებს ბავშვი, ხო? თქვენ ახსენეთ, რომ ასევე მუშაობენ პედაგოგები და მარტო არ მუშაობთ, ხო? ანუ რამდენ მცირე ჯგუფებში მუშაობთ თუ ერთი დიდი ჯგუფი გავდა, ანუ ეს აქტივობა ერთი დღის დაახლოებით მონახაზი რო წარმოგვიდგინოთ, აი როგორია, როცა მოვიყვან ბავშვს, ხო? და ფაქტობრივად ის პარკში, ხო? ან ბაღში, ან პედაგოგიკის, ეს ვთქვათ, მიდგომის სერვისის მიმწოდებელთან რომ მოვიყვან და როგორია ეს ერთი დღე, როგორ შეიძლება იყოს ბავშვის ერთი დღე? კი ბატონო. როგორც ვახსენე, ბავშვთა ადრეული განვითარების კომპონენტები ზუსტად თანაბრად შემოდის განათლების და განვითარების კუთხით ბუნებარეში, მათ კურიკულუმიდან გამომდინარე, ისე როგორც ნებისმიერ შიდა ბაღში არის, უბრალოდ ჩვენ ავტონომიურები ვართ მიზნის მიღწევის გზებში. შესაბამისად, ის კომპონენტები, რაც არის მათთვის მნიშვნელოვანი, შემოდის ჩვენთან უბრალოდ არის ბუნებაზე დაფუძნებული. ბუნებაზე დაფუძნებული მოიცავს იმას, რომ ჩვენთან გამოიყენება მაქსიმალურად გრადი განათლებისთვის და ეკოლოგიური მასალები, ანუ როცა ტყეში ხარ, არ გჭირდება ხელოვნურად ჩარიო ხოლმე და ისეთი მასალები გქონდეს, რაც შეიძლება, ანუ ჭარბად ისედაც მიეწოდებოდეს შიდა სივრცეში. ამიტომ ტიპიური დღე რომ ავიღოთ, ანუ 10:30-ზე იწყება ჩვენთან სწავლება ბუნებარეში. ეს არის ის დრო, როდესაც ხდება ტრანზიციის პროცესი, როდესაც ურბანული სივრციდან გადმოდიხარ რეკრეაციულ სივრცეში.
და ერთ-ერთი პირველი არის ზუსტად ის ადაპტაციის მომენტი შიდა სივრციდან გარეთ. ამ დროს ხდება ბავშვებთან ხელშეწყობა და კომუნიკაცია, რომ მათ მოახდინონ ადგილის თვითახკმა, სად არიან, როგორ არიან და მშვიდობიანად და მათი რიტმიდან და მათი დროიდან გამომდინარე, თანდათან შემოვიდნენ ამ ციკლში, რასაც უკვე ტყის ბაღში პროგრამის დაწყება ჰქვია. და ეს აქტივობები თვითონ, რასაც მოიცავს ტყის პედაგოგიკა, როგორც ახსენე, არის სრულიად ბუნებაზე დაფუძნებული და თითოეულ მიმართულებაში შემოდის ისეთი კომპონენტები, როგორიც არის ტყის არქიტექტურა, ტყის ინჟინერია, ტყის მუსიკა და სხვა გარემოებები, რაც პასუხობს მათ სოციალურ უნარებს, ინტელექტუალურ უნარებს და იმ უნარებს, რაც სჭირდებათ ბავშვებს ბუნებაში. წელიწადნახევრიდან 5 წლამდე ყავს ჩვენ ბავშვები და არცერთ ეტაპს არ ვტოვებთ. უბრალოდ თითოეული მათგანისთვის არქიტექტურა იქნება ინჟინერია თუ მეცნიერება თუ მუსიკა შეთავაზებული არის მათი უნარები და შესაძლებლობებიდან საჭიროებიდან გამომდინარე. ეხლა იმაზე გავისმევდი ხას თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად ტყის ბაღის გავლენა ბავშვის სოციალურ განვითარებაზე და როგორ შეიძლება ტყის პედაგოგიკით ბავშვმა დააგროვოს ეს სოციალური კაპიტალი, რაც მისი როგორც ემოციურად მდიდარი მოქალაქის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. დაეხმარება, რომ სკოლაშიც მომზადებული მივიდეს და მისი უნარები და კონცენტრაცია, მათ შორის კონცენტრაციის და მზაობის კონდეს მაღალ განვითარებული. ნუ ერთ-ერთი პირველი რაზეც მუშაობთ ტყის პედაგოგიკაში ემოციურ მხარესაც რო შევეხოთ ემოციურ ინტელექტს არის ეს განწყობა და დამოკიდებულება სხვების და საკუთარი თავის მიმართ. ბუნებაში არა ერთი მშობელს მოუმართავს სხვადასხვა თვითშეფასების გამო ბავშვებთან, რაც მე მათზე აისახება სხვადასხვა ქცევით და მუშაობ ამ საკითხებზე, რომ მათ კონდეთ საკუთარი თავის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები. ასევე თავდაჯერებაზე, თვითშეფასებაზე, რომელიც პატარა მიზნების სქემით მიიღწევა ჩვენთან, შეუძლებელია რომ მაქსიმალური მოსთხოვო ბავშვებს, როდესაც მით უმეტეს ზოგი მოდის იზოლირებული გარემოდან აბსოლუტურად და ვერ მოსთხოვ ხეზე აცოცდი მაშინათვე როგორც კითხეში ფეხ შემოადგამ, რაც თითქოს რო შეხედო საკმაოდ სამწუხაროა, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვობა დატვირთული უნდა იყოს აქტიური ფიზიკური აქტივობებით და რისკიანი თამაშებით. მაგრამ ვინაიდან მუდმივად ამას თავისი ტერმინსაც ეძახიან, კონსერვირებული ბავშვობიდან მოვდივართ, ანუ ძირითადად შესაბამისად ბავშვების კუნთოვანი მასა, ვესტიბულარული პროპრიოცეპტული უნარები საკმაოდ აქვეითებულია. თუმცა ტყის ბაღს არ აშინებს ეტაპობრივად მათი უნარებიდან გამომდინარე უფრო მეტად ემატებათ განვითარების შესაძლებლობები და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს აქ კუთხით. შემდეგ მოდის უკვე ურთიერთობის კულტურა და კოოპერაცია ერთმანეთთან, რაც ძალიან საჭირო არის, მე თუ მკითხავთ ჩვენს საზოგადოებაში, რომ კოოპერაცია როგორ დავიწყოთ. თან ნახეთ შერეული ჯგუფები რო ყავს, შესაბამისად მათ უწევთ მაღალი მიმღებლობა, ტოლერანტობა, სოლიდარობა და ზრუნვის საკითხები, რომ თავისე მცირე ასაკთან, ანუ შედარებით უფრო ასაკთან, როგორ აწარმოონ ურთიერთობები ისე, რომ არ დაირღვეს თვითონ ქსოვილი პროგრამისთან ამის საფუძველზე როგორ გამოსდით მათ ეს დამოკიდებულება. არაერთი ფსიქოლოგი თუ თერაპევტი ამის ამართებს ბუნებარეში, ასევე სხვადასხვა ქცევით გამოწვევების მქონე ბავშვებსაც და ეს ძალიან კარგი და ძალიან დასაფასებელია მათი მხრიდან. ნუ იმის ხაზგასმა რამდენად მნიშვნელოვანია მენტალური სიჯანსაღისთვის ავთენტურ გარემოში ყოფნა, ისიც როგორიც არის ბუნება, ამას მარტო ჩემგან თქმა არ სჭირდება. სამწუხარო ის არის, რომ ბევრი არ გვაქვს არაერთი პედიატრი თუ ოკუპაციური თერაპევტი უფრო და უფრო აქტიურად მიმართავენ, ანუ და რეკომენდაციებს გასცემენ, რომ აქტიურად გაატარონ დრო გარეთ და დაიტვირთონ აქტივობით, რაც შეიძლება ბუნებაში გავაკეთოთ. და ასევე შემოდის ჩვენთან კომპონენტები, როგორც არის, როგორც გითხარით, мотиваციის და კონცენტრაციის და ფიზიკური უნარები ასევე. და ფიზიკურ უნარებთან გამახვილებდი ყოველდღიურ სოფო რისკიან თამაშებზე. ჩვენ როდესაც გვესმის ხოლმე რისკიან, მაშინათვე პანიკაში ვარდებით, ეგრეთ წოდებულად ტრიგერდებით, რომ ფიქრობთ, რომ შიდა სივრცეები ბევრად უფრო დაცული არის, ვიდრე გარე სივრცეები. მე ვერ გამსჭი მშობლებს, იმიტომ რომ კულტურამ და სისტემამ ისე მოიტანა, რომ ყველაფერი რაც გარეთ ხდება, თითქოს საშიშთან არის დაკავშირებული. მაგრამ რისკი, როგორც ასეთი, არსებობა არ აქვს მარტო გარე სივრცეში. რისკი ყველგან რისკი არის, უბრალოდ ჩვენ უნდა შევძლოთ შეფასების მოხდენა, ხო? ისე როგორც შიდა სივრცეებში ვცდილობთ, რომ მოახვილი
მაგალითად, მაგიდები არ იყოს ან ასე შემდეგ და ვცდილობთ რომ ამის შეფასება მოახდინოთ უსაფრთხოებისთვის, ასევე ხდება ბუნებაში ამ შემთხვევაში. მაგრამ ის გარემო რომ სტერილური იყოს, ну ჩვენ ვერ აკრძალავთ ცხადი ახეებზე, ტოტებს და ასე შემდეგ, პირიქით. ტყვის პედაგოგიკაში ან სხვა მოცემულობას გვაძლევენ ბავშვები, დაცემის ნაკლებად ეშინიათ. თავიდან შესაძლოა ადაპტაციის დროს რაღაც შიშები გქონდეთ ფობიები ტალახზე, ფობიები მწერებზე. კი, არის ეს გარემოებები და ძალიან სამწუხაროა სიმართლე გითხრათ. თუმცა, რამოდენიმე ხანი სჭირდება რომ გაიხსნან საბოლოოდ და მიმღებლობა გაეზარდოთ და ეს ღირებულებაში ჩემოდის ტყის ბაღებში რომ დაეხმარო მეგობარს, თვალიადევნო მეგობარს, წამოყენებაში დახმარება იქნება გახედო უკან სად არიან დაითვალონ ერთმანეთი და ეს ზრუნვის საკითხები ძალიან აქტიურად ჩემოდის და რისკის მართვას სწავლობენ ძალიან კარგად. იმიტომ რომ ჩვენ ცოცვითაც ბევრს ცოცავთ მათი უნარების განვითარებისთვის, მით უმეტეს, როდესაც კუნთების ტონუსი არის დაბალი. და საბოლოოდ ისე მართვას იწყებენ სხეულის, რომ ანუ გაგიკვირდება წელიწად ნახევარი ორი წლის ბავშვები ბუნებაში როგორ გადაადგილდებიან და ძალიან ძალიან ყოჩაღები არიან. ან თუმცა რო ანუ ისეთ პერიფრას გავაკეთებ, ხო, იმისაც რომ დავწინდეთ, რომ სწორად გავიგე და სწორად ჩამოაყალიბე, ფაქტობრივად ეს მიდგომა, ეს არის შერეული ჯგუფი, მაქსიმუმ რამდენი ბავშვია ერთ ჯგუფში? 12 ბავშვი არის, 12-13 ბავშვი არის სოფო მაქსიმალური რაოდენობა და 3 ტყის პედაგოგი უწევს ფასილიტაციას განვითარების პროცესს. კი ბატონო. ან ფაქტობრივად 12 ბავშვი, ესე საშუალო დავიღოთ, 3 პედაგოგი, ანუ არის ჯგუფური, მაგრამ მაინც ინდივიდუალურ მიდგომას, მაინც ორივე მიდგომას ვიყენებთ, კი, აბსოლუტურად, იმიტომ თითოეულ თითოეულ განსხვავებული, ასე ვთქვათ, საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უწევთ მხარს ბავშვს. აი, ზუსტად ეს ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება გამომდინარე იქიდან, რომ განვითარებაში გვაქვს მრავალფეროვნება ბავშვებში, ხო? არა მარტო ასაკობრივად, არამედ განვითარების ეტაპების კუთხით, ხო? აი, ნეირომრავალფეროვან ბავშვებთან მიმართებაში რომ ვისაუბროთ. თქვენ ახსენეთ ქცევის სირთულეების მქონე ბავშვები, ხო? აი, კიდევ ვის შეუძლია რომ მოვიდეს, ან როგორი ტიპის ბავშვებისთვის არის, ან გაქვთ რა განმოკლედ დავსვამ ეს კითხოს რა გავაგრძელო, გაქვთ რა რაიმე შეზღუდვა, ან არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც მაგალითად ჯობია რომ წინაპირობა და ჯობია რომ ბავშვი აკმაყოფილებდეს და მერე მოვიდეს ბუნებაროში, ან რაიმე ტიპის შეზღუდვა, ანუ ბავშვების უნარების მხრივ, ან არ ვიცი, ან ზოგადად ეს საჭიროებები, ეს შეზღუდვები, ან რაიმე წინაპირობები თუ გაქვთ ბავშვებთან, ბავშვების განვითარებასთან და ზოგადად ნებისმიერ მართებაში. აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა სოფო, დიდი მადლობა კითხვისთვის. ესეც საკმაოდ პოპულარული კითხვაა ხოლმე. მე ვიტყოდე რომ ვინაიდან ტყის კარი არ აქვს, ის ღია არის აბსოლუტურად ყველა ბავშვისთვის. და ეს სწორიც არის, ეს მართებულიც არის და ეს არის ის თანასწორი გარემო, რაც მათ ეკუთვნით და ასეც უნდა იყოს თითეული ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის. რაც შეეხება თვითონ თუ კი ცალკე გამოყოფთ იმ სეგმენტს, რომლებიც როგორც ვახსენე, ბავშვებს ამისამართებენ ფსიქოლოგები, თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტები ჩვენთან. რატომ ამისამართებენ? იმიტომ რომ ჩვენი იმედი აქვთ და მათ სურთ რომ ეს ჰოლისტური განვითარება ნახეთ, არ უნდა ჰოლისტური განვითარება მარტო შიდა სივრცეების მიმართულებით, ანუ ძალიან ავიწროებს თვითონ ამ ცნებას. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ბავშვი, რომელიც თანასწორად იღებს სარგებელს და ადაპტაციას განიცდის როგორც შიდა სივრცესთან, ისევე გარე სივრცესთან, ხომ? ხომ არ შეიძლება რომ ბავშვობა მხოლოდ შიდა სივრცეში გადაადგილებაში, ანუ დავაკავოთ. ამიტომაც ჩვენთან ხშირად არიან მშობლები, რომლებიც მოდიან მეტყველებითი და კომუნიკაციის არხები, ვისთანაც აქვთ გამოწვევები, მეტყველების შეფერხება იქნება თუ სოციალიზაციის არქონის გამო სოციალიზაციის უნარები აქვთ დაბალი. ქცევითი გამოწვევებიდან გამომდინარე ხშირად მოგმართავენ და ამისამართებენ თერაპევტები ასევე და ყავს აუტისტური სპექტრის მიმართულების მქონე ბავშვები, რაც ძალიან კარგია და ძალიან მიხარია რომ მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას რომ ბუნებარესთან ერთად ბავშვის განვითარებაში აქტიურად შემოვიდეს მშობელი და ბაღი ერთად. ამ შემთხვევაში ხშირად არის როცა თერაპევტები თვითონვე სტუმრობენ ხოლმე ბუნებარეს მათთან ერთად, თუ კი ჩვენი რესურსი არის
საკმარისი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ცალკეულ გარემოებებს, რომ ბავშვიც უსაფრთხოდ ყავდეს და კომფორტულადაც. ამ შემთხვევაში ჩვენ თავისუფლად ვიტოვებთ ნებისმიერ ბავშვს, მთავარია თვითონაც გრძნობდეს თავს კომფორტულად. ეს არ მინდა ის არასწორად გავიგოთ, რომ ველას ბუნების სიყვარულს ხადია ვერ დააძალებ, მაგრამ თუ კი არის ის საშუალება, რომ ჩვენ დავეხმაროთ და ვიყოთ ნიშნულოვანი მექანიზმი მათ განვითარებაში, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ თავისუფლად მოდიან მშობლები ბავშვთა სპეციალური საჭიროების უზრუნველსაყოფად ბუნებარეში. ნახეთ, ტყის პედაგოგიკა და აუტიზმი შორს ადგანან ერთმანეთისგან და ჩვენთან სწავლებებშიც კი შედის, როგორ ეკომუნიკაციონ თავიანთ მეგობრებს ბავშვები, როდესაც აუტისტური სპექტრის მქონე მეგობარი ყავთ. პრაქტიკებს მოგიყვანთ ჩვენთან ძალიან კარგი პრაქტიკები გამოგვივიდა ტყის სივრციდან გამომდინარე, როდესაც ხმაური ნაკლები არის ტყეში, შესაბამისად ბავშვები ძალიან კარგად მოდიან კომუნიკაციაზე, უფრო აქტიურად იყენებენ შესაბამისად ჟესტურ ენას, პექსებსაც ვიყენებთ, ანუ მითითებები და ეს გარემო ხელს უწყობს, რომ ბევრად უფრო და მარტივად გამოვიდნენ კომუნიკაციაზე, იმ კომფორტიდან გამომდინარე, როგორშიც თავად ყოფებიან. და კიდე საინტერესო იცით რა არის ტყის პედაგოგიკაში, რომ ჩვენ გვაქვს მეტი დრო. ანუ ჩვენი აქტივობები არის ბავშვის მიერ ინიცირებული აქტივობები, რომელსაც ფასილიტაციას ვუკეთებ და შესაბამისად არ გვაქვს განსაზღვრული, რომ ყოველ 10 წუთში ბავშვი რაღაცას აკეთებდეს და ჩვენ მას მოვთხოვოთ და იძულებით გადავიყვანოთ სხვა აქტივობაზე. ანუ დრო არის. და ვინაიდან ინდივიდუალურ მიდგომას ემატება კომბინირებულად უკვე ბუნებრივი რესურსი, თავისი მრავალფეროვანი და შეუცვლელი სენსორული გარემოთი, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ შემთხვევაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მიმართულებით. და ბავშვებიც სწავლობენ მათთან კომუნიკაციას ძალიან მარტივად. თამაშები მაგალითად, რომელიც შედარებით ხმაურიანია, მაგალითად, სირბილი ტყეში და ასე შემდეგ. თუ კი მათი მეგობრები ხელს იფარებდნენ, მაგრამ უნდათ მათთან ერთად თამაში, ბავშვებმა გამოიმუშავეს ისეთი უნარები, რომ უწევდნენ ხმას და შედარებით დაბალი ხმით თამაშობდნენ, რაც აძლევდათ საშუალებას ინკლუზიურობის. ანუ ამას თავად აკეთებდნენ ბავშვები და ეს შესანიშნავი შედეგები არის ამ კუთხით. და შერეული ჯგუფები ზუსტად ამიტომაც მომწონს, რომ გვაქვს საშუალება თანასწორი გარემო შექმნათ, როგორიც უნდა იყოს საზოგადოება. ამიტომ შეზღუდვები ამ კუთხით არ გვაქვს. თავარია, როგორც აღნიშნე სოფო, გაგვაჩნდეს ის რესურსი, რის იმედიც აქვს ჩვენ მშობლებს და ამაზე კოლაბორაციულად ერთად ვიმუშაოთ. მშობელი იქნება, მეურვე იქნება, თუ ჩვენი პედაგოგების ჩემი გუნდი იქნება ცხადია. ერთ ამას ზუსტად ვიკითხავთ, ზოგ ბავშვს ყავს ასისტენტი. და თქვენ ახსენეთ ტერმინი, რომ დატოვებენ ბავშვს, ხო? აი, თუ არის შესაძლებელი, რომ ბავშვთან ერთად დარჩეს ასისტენტი, ან მშობელი, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი, ანუ ეს განშორების ფოთვა ძალიან დიდი აქვს, ან უბრალოდ მარტო დარჩენა არ შეუძლია, იმიტომ რომ სჭირდება მას ასისტირება. ძალიან კარგი კითხვა არის, ოფო, კი. ტყის პედაგოგიკა ეხმარება პირადი ასისტენტები იქნებიან თუ მშობლები, რომლებიც ასისტირებას უწევენ, ან მშობლები, რომლებიც პროფესიონალ დონეზე ეხმარებიან, ან ადრეული განვითარების სპეციალისტები. ნებისმიერი, რომლებიც სპეციალურად მოყავთ ბავშვები ბუნებარეში, რომ ჩვენ ვიყოთ მნიშვნელოვანი კომპონენტი მათ განვითარებაში, ჩვენი კარი ყოველთვის ღია. პირიქით, ეს გვეხმარება ასევე ჩვენს, რომ სრულფასოვნად მივაწოდოთ ზუსტად ის სარგებელი, რასაც იძლევა ჩვენი გარემო ბუნებრივი რესურსიდან და გარე სივრციდან გამომდინარე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მომწონს ის კოლაბორაცია, რასაც ქვია, როდესაც მშობელი, თერაპევტი, პედაგოგი, ესე იკვრება ერთი გუნდი ორიენტირებული ბავშვთა განვითარებაზე. წარმოიდგინეთ, რა საოცარ შედეგებს ვიძლევით ხოლმე, როდესაც ისე თანმიმდევრული გარემო გვაქვს შექმნილი ბავშვისთვის და თან ბავშვისთვის ძალიან სახალისო ხდება ყველაფერი და თან მათთვის საინტერესო და სასიამოვნოც. მთელი პროცესი. კი ბატონო, და კომენტარებშიც წერენ, რომ როგორ უნდა დაგიკავშირდეთ და ამასთან დაკავშირებით გავაჟღერებ, რომ Facebook-ზე შეგიძლიათ რომ მოძებნოთ ბუნებარე და დამატებით დეტალებზე უკვე დაგესაუბრებიან, თქვათ შესაბამისი გუნდი, ქალბატონი თამარი თავის გუნდთან ერთად, მაგრამ ვერ დავასრულებთ live-ს, რომ მაინც მონახაზი არ მიცეთ მშობელს, ახლა ვინც დაინტერესდა, რომ მიიღოს ეს სერვისი, ან ბავშვს მისცეს შესაძლებლობა, რომ ბუნებას ეზიაროს, ხო, ბუნებაში განვითარდეს, რა უნდა გაითვალისწინოს, აი რა არის საჭირო ტექნიკური საკითხები იქნება თუ შინაარსობრივ ნაწილთან მიმართებაში, მაგალითად
ახსენეთ თქვენ სპეციალურად ჩასაცმელი, ხო? ეს ამასთან დაკავშირებითაც რო გავამახვილოთ პროგრამა, ან თუ აქვს ბავშვს სპეცსაჭიროება, ხო? როგორ ხდება ეს პროცესი? წინასწარ და დაგიკავშირდეთ თქვენ ინტერვიუს დანიშნავთ შეხვედრას წინასწარ თუ ეს მოკლე მონახაზი, ეხლა ვინც დაინტერესდა ჩვენი პირდაპირ ჩართვის ყურებისას, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გაითვალისწინოს? ძალიან მნიშვნელოვან და გამართულ კითხვებს ვამთ, სოფო, ძალიან მიხარია. პრაქტიკულად აბსოლუტურად ყველა პოპულარულ კითხვას შევეხეთ ბუნებარეში. როგორ უნდა დაგვიკავშირდეს მშობელი, აქედან დავიწყებ. თვალსაჩინო ბუნებარეზე ჩვენს Facebook გვერდზე შეუძლია მოიწეროს, ჩვენ სოციალურ მედიასთან. ჩემი ნომერიც არის იქ მითითებული, როდესაც გასაუბრება სურთ ან ცალკეულ დეტალებთან შეთანხმება არ არის პრობლემა, ყოველთვის სადვარ მშობლებს რომ პერსონალურად უპასუხო და განყენებულად არ ვიდგე. და ის რაც შეეხება თვითონ მზაობის პროცესს, ჩვენ შევქმნით ისეთი პირველი მშობლის გზამკვლევი, ტყის პედაგოგიკაში ვინ შემოდის მშობელი, იმიტომ რომ ეს არ არის ცალკე რამ მხოლოდ ბავშვისთვის. როდესაც მშობელი ირჩევს ტყის პედაგოგიკას მისი შვილის განვითარებისთვის, როგორც სწავლების ალტერნატიულ ფორმას, ამ შემთხვევაში უკვე სერვისზეც ან უნდა გქონდეს და ამ სწავლების ფორმაზე წარმოდგენა. ამისთვის მშობელსაც ეხმარება ბუნებარე, რომ გარე განათლების კულტურას ეზიაროს და იქ მარტო არ არის თავის თავგადასავალში. იქნება ეს ჩაცმის კულტურა, ამაზე ინფორმაციას ვაძლევთ, თქვათ, რა შეიძლება გამოატანონ ბავშვებს, რომ მათ კომფორტულად ეცვათ, ანუ ისეთი ტექნიკური საკითხები, როგორიც საცავები როგორ არის და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი კითხვები, რაც ბავშვის თვითზრუნვაზე იქნება, ან თუნდაც სველი წერტილების საკითხი მოსახურების საკითხებზე ამაზეც აბსოლუტურად დეტალურ ინფორმაციას გავცემთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ტყის ბაღებს თავისი სხვა სახელწოდებაც აქვთ, როგორც მოსიარულე ბაღები და ძალიან მახალისებს ეს ტერმინი გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ტყის ბაღი, როდესაც რეკრეაციაში მოღვაწეობს, იქ ხომ შენობა არ გვაქვს. შესაბამისად, მთელი ჩვენი ინვენტარი აბსოლუტურად არის ადაპტური, იკეცება და იშლება მინიატურულ ზომებამდე. და ეს ხდება ყოველდღე იხსნება სათამაშო მოედანი და ყოველდღე იშლება და ეს ხდება მთელი წლის განმავლობაში. თან აქვე ტყის ბაღები არის სასარგებლო ზოგადად რეკრეაციებისთვის, იმიტომ რომ ბავშვთან ერთად მათ ასწავლენ კულტურას, როგორიც არის ზრუნვა გარემოზე, შესაბამისად ჩვენი პედაგოგები ყოველთვის ასუფთავებენ თამაშის მოედნებს, სადაც ბავშვი უნდა გადაადგილდებოდეს იმისთვის, რომ ჰქონდეს მას უფლება, რომ ფეხში შველი ირბინოს, ჰქონდეს უფლება შეეხოს მიწას, ჩაეხუტოს ხეებს და ყველა ეს აქტივობა აკეთოს ჯანსაღად, რასაც აძლევს ავთენტური გარემო. ნამდვილად სოციალურ მედიაზე ღიარის ბუნებარე ნებისმიერი მშობლისთვის, ვისაც ჩვენი მიდგომები მნიშვნელოვნად მიაჩნია და სჭირდება და ვერ იცლის, თუნდაც იმისთვის, რომ 2 საათით ბავშვი გარეთ გაიყენოს, ბუნებარე ყოველთვის დაეხმარება ნებისმიერ მშობელს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ნაკლები განსჯა გქონდეს მშობლებს, იმიტომ რომ ძალიან დატვირთულები არიან და ჩვენ შევეხიდებით მათ და არ მოვაკლებთ იმ ბავშვობას, რასაც მათი შვილები იმსახურებენ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კიდევ ერთხელ როგორც თავში აღნიშნე, ზოგადად ბავშვის განვითარება, განათლება და გართობაც უკვე პრაქტიკულად 21 საუკუნის მეორე დეკადაში, უბრალოდ მესამე დეკადისკენ მიდივართ. ასოცირდება ისევ ოთახში, 4 კედელში, რაღაცა იატაკზე ან მაგიდასთან და ეს არის ახალი მიდგომა, პირველი და ერთადერთი ჯერჯერობით საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებას, განათლების და გართობის ხელშეწყობას ბუნებრივ გარემოში. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის რა ტიპის საჭიროება აქვს, წინახების ასაკიდან უკვე შესაძლებელია ფაქტობრივად ბავშვმა გავიდეს გარეთ და ის ყველა უნარი იქნება თუ ღირებულებითი ნაწილი განვითაროს აი ამ მიდგომით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ და დამატებითი ინფორმაციისთვის კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მენელებს. თუ დამატებითი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ მიმართოთ Facebook გვერდს, ბუნებარეს Facebook გვერდს და იქ მიიღეთ დამატებით ინფორმაციას, ხო? უკვე დამატებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ სოფო და მადლობა ყველას ვინც გვისმენდა დღეს. ნამდვილად. დროებით, ნახვამდის. დროებით.